უაღრესად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს უკრაინასთან მიმართებაში. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ დღეს კიევში ჩავიდა სურველთა კოალიციის 4 ლიდერი. ეს არის პოლონეთის ლიდერი ტუსკი, ეს არის საფრანგეთის ლიდერი გასაკვირველია და ევროპის ლიდერი თამამად შემიძლია ვთქვა მაკრონი, ეს არის ბრიტანეთის ლიდერი სტარმერი და გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი მერცი. ისინი დადგნენ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით და ხაზგასმით თქვეს, რომ ისინი არ მიატოვებენ უკრაინას არასდიდებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მით უფრო დღევანდელ დღეს, ანუ 10 მაისს, ანუ მეორე დღეს იმ ტაკიმასხარაობიდან, რომელიც გაიმართა გუშინ მოსკოვში, სადაც 20-21 ქვეყნის ლიდერი იყო სამწუხაროდ, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიც იყვნენ, თუმცა არაევროპული სახელმწიფოებიც არ არსებობენ და სლოვაკეთი, ალბათ უნგრეთიც და ნამდვილად უნგრეთიც და სერბეთიც სწორედ არაევროპული სახელმწიფოებია, ესეც უნდა ვთქვათ. მოკლედ ამ სურველთა 4-ეულის წარმომადგენლებმა, ლიდერებმა უეცრად ძალიან მოულოდნელი გეოპოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. არ ვიცი ვინ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა აკრიფა ტელეფონის ნომერი ესე და დაუკავშირდა პირად ტელეფონზე პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში ახალგათენებული იყო იმ მომენტისთვის. დაუკავშირდა პრეზიდენტ ტრამპს და ისაუბრეს ყველამ ერთად, არ ვიცი, სპიკერზე კონდათ ალბათ ჩართული 5 ლიდერს, ანუ ხსენებულ 4-ს და პლუს ზელენსკის და ისაუბრეს, რომ აი ჩვენ გვაქვს გეგმა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინა მზად არის იმისთვის, რომ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შედგეს, ანუ მშვიდობა დამყარდეს 30 დღით პროლონგაციით, ანუ გაგრძელებით და მერე უკვე გამოყენებული იქნეს ეს დრო იმისთვის, რომ ხარეები დასხდნენ და ილაპარაკონ ერთხელ და სამუდამოდ ილაპარაკონ და შეთანხმდნენ ამ უამრავ დაგროვილ საკითხზე და მოილაპარაკონ და დაამყარონ გრძელვადიანი კი არა სამუდამო მშვიდობა. ბუნებრივია, რომ ხსენებული 4-ეულის ჩასვლა მოსკოვში ძალიან არეამად. გუშინ იცით თქვენ, რომ ეს პარადი ჰქონდათ და გამოტყვრებოდა უმრავლესობა მათგანი სტუმრებიც, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ განსაკუთრებით მასპინძლები და აი ამ გამომტყვრალთა შორის განსაკუთრებით ბევრს დალევდა, ბევრს არა, მისთვის საკმარის დალევდა ლოთი მედვედევი. ლოთია მეთქი მედვედევი, ეს კი ვთქვი, მაგრამ აქ ერთ სახალისო ისტორიას გავიხსენებ უბრალოდ, ეს ყვითელ ისტორიას. ჟირნოვია ესეთი კაცი, კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პუტინს იცნობდა თუ იცნობდა, თანამშრომლობდა, მუშაობდა მასთან ერთად, FSB-შნიკია, არ არის ფლად ესეთი პოზიტიურად რო განეწყობი ისეთი კაცი, მე გულახდილად გეტყვით ამას, მაგრამ ეს ჟირნოვი, ამ 8-10 თვის წინ გაუბაზრა პუტინსაც და მედვედევსაც. მედვედევი უშიშროების საბჭოს მინისტრის მოადგილეა, ყოფილი პრეზიდენტია, იცით თქვენ. გაუბაზრა, რომ ეგენიო, თლათ ეგრე არ არისო, ესენი ერთმანეთთან კურკურებდნენ და ერთმანეთის საყვარლები იყვნენ და იქ იხსენებს რაღაც უარსეი პეტერბურგის ისტორიას, კიდე რაღაც გერმანიაში მათი ყოფნის ისტორიას თუ სხვაგან, ერთად სწავლის ისტორიას, ერთ რაღაც ოთახში ყოფნის ისტორიას, როგორც სტუდენტები ერთად ოთახში ცხოვრობდნენ თურმე ერთი ხანობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ამას დავანებოთ ერთს და ლოთია მეთქი მედვედევი მეთქი ეს კი ვთქვა და ხო და აი ამ ლოთმა მედვედევმა ვერ დაფარა საკუთარი აღშფოთება იმის გამო, რომ ეს ხსენებული 4 პირი შეიკრიბა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად კიევში და ისიც კი იკადრა, ისიც კი თქვა, რომ თქვენ არანაირ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ ახართ თანახმაო, თქვენ არანაირი მშვიდობა არ გინდათო, თქვენო გვემუქრებითო კიევიდანო და თქვენო დაემუქრეთო, მოდი შევხედავ, მაგრამ ისე ზებიადას მახსოვს პრინციპში, მაგრამ ნუ ზუსტი სიტყვა რომ მოვიფიქროთ კი არა გავიხსენოთ. მოდიში, აი ახლა ჩავხედოთ, არ გაგვექცეს ეს ინფორმაცია ამასობაში, ნახეთ რა ამბობს ეს ლოთი და შესაძლოა არა მხოლოდ ლოთი, კაცი მაკრონს, მერცს, სტარმერსა და ტუსკს კიევში მშვიდობის თემა უნდა განეხილათ, ამბობს ლოთი და არა მხოლოდ ლოთი. ამის ნაცვლად ისინი რუსეთთან მიმართებით მუქარებს აგზავნიან, ან ზავი ბანდერას ურდოების შესასვენებლად, ან ახალი სანქციებიო გონიათ, ეს ჭკვიადურია? Видите, вы так думаете, что это умно? Ეხ თქვენი სამშვიდობო ეგებები გაიტენეთ თქვენს პანგენდერულ უკანალებში.
ეხლა მე მინდა კარგად აგიხსნათ, რომ მედვედევი რას მიქვია, რაც არ უნდა ბევრი დალიოს, რაც არ უნდა ბევრს გამოტყრეს მედვედევი, მას არ აქვს ამგვარი განცხადებების გაკეთების უფლება. რას ნიშნავს? მთელი მსოფლიო ახლა ლაპარაკობს უკრაინაზე, ტრამპია ჩართული, მთელი ევროპა არის ჩართული, მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული, რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა, ეძებენ გამოსავალს და ერთმა პატარა კინკილა განცხადებამაც კი თუნდაც ესეთი მეხუთე ხარისხოვანი პოლიტიკოსისა და მეორე ხარისხოვანი ლოთისა, როგორც არის მედვედევი, შეიძლება არიოს ვითარება და თავდაყირა დააყენოს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, პუტინს ბუნებრივია ნათქვამი აქვს მისთვისაც და არა მხოლოდ მისთვის, რომ მე ხაენას კბილი დააჭირეთ და ყველა განცხადება, რომელსაც დააპირებთ და მოგივათ ამ გამოპროტუნებულ თავებში, ჩემთან შეათანხმეთ. და ბუნებრივია, რომ მედვედევმა ეს ყველაფერი იცის, რაცა უნდა ბევრი დაელია ვოდკა თუ არაყი. ხო, ვოდკა. ხო, აბა სხვას რას დალებდა, მედვედევი გამოფხიზდებოდა, მოარტყავდნენ ლოყაზე და ეთყოდნენ, რომ ამის თქმა გინდა დარეკე ახლა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ პუტინთან რომ დარეკა, სწორედ ამიტომ ვამბობ მე რომ ეს არის პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებული განცხადება და არა თვით ინიციატივა ამ ლოთისა და შესაძლოა არა ლოთი მედვედევისა. აქვე ვიტყვი რომ მედვედევზე ფხიზელია ხოლმე როგორც წესი პუტინის პრესმდივანი პესკოვი, რომელმაც თქვა რომ სანქციებით გვემუქრებითო თქვენო, მაგრამ სანქციები ჩვენო არ გვაშინებსო. რა იმიტომ არ გვაშინებს, რომ ჩვენო შევეჩვიეთო ამ სანქციებსო. ახლა მე წინადადებას წარვთქვამ, როგორც ჩანს და ამას მერცი ამბობს და პრინციპში მე ვიმეორებ კანცლერ მერცის ამ სიტყვებს, მერცი ამბობს ასე, რომ როგორც ჩანს პრეზიდენტ ტრამპის მოთმინების ფიალა იწურება. მართლაც ხო არ შეიძლება ახლა პირველი 100 დღე გავიდა, მეორე 100 დღე დაიწყო პრეზიდენტობისა. პრეზიდენტ ტრამპი ჩართულია ამ პროცესში. მას სურს რომ მიაღწიოს წარმატებას. ეს იყო მისი წინასაარჩევნო დააპირება. შუალედური არჩევნები ელით. მან სხვათა შორის ერთგვარად ან მნიშვნელოვნად მოაგვარა დღევანდელი მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაზაბული ურთიერთობების საომარი მოქმედებები, დაწყებული საომარი მოქმედებები, ორივე მხარე გააჩერა, თქვა რომ ეს ჩემი დამსახურებაა, ესო თქვენი ინტელექტის დამსახურებაც არისო. ტრამპი ესეთი აქტიური კაცია და აქ ვიღაც ორი ტიპი, თუ აი ზელენსკიზეც ვიტყვი, ვიღაცება რო არ ჩათვალ, ვიღაცება რო არ ჩათვალ, მარტო პუტინზე ვლაპარაკობ. ორი ტიპი ამბობს რომ იცით რა, ჩვენ გვაქვს I don't want a ceasefire, ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა. და ეხლა ზელენსკის სხვადასხვა ბოლო განსაკუთრებით რომის ვატიკანში შეხვედრის შემდეგ და პრინციპში მანამდელი პერიოდიდან ძალიან ადეკვატურად თამაშობს და მე ვარაუდობ რომ სტარმერი და მაკრონი ემუშავებოდნენ მას და ზედმიწევდით ზუსტად უწერდნენ იმას, რა უნდა წარმოეთქვა მას საჯაროდ ამერიკასთან და საერთოდ მშვიდობასთან მიმართებაში, ამ პროცესთან მიმართებაში და ზელენსკი ზედმიწევნი ზუსტად ასრულებს ამ საშინაო დავალებებს. აი ვინც ვერ ასრულებს საშინაო დავალებებს, ხო? ეს არის პრეზიდენტი პუტინი და მერციც ამბობს და მეც ვადასტურებ, რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც რომ ტრამპს ნელ-ნელა ეწურება მოთმინების ფიალა და ახლა როგორი სავარაუდოა, როდის გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ ტრამპი, რომ ახალი სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას და მოახრჩოს ახალი სანქციები და დადგეს საბოლოოდ დადგეს უკრაინის მხარეს ისედაც დგას, მაგრამ უკვე შეაიარაღოს და უკვე აღარც ჰქონდეს იმ მშვიდობის იმედი, ხო, იმ შეთავაზებული მშვიდობის იმედი, როგორ ვივარაუდო, როდის მოხდება ეს მეთქი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს მოხდება არაუადრეს ერთი თვის, ანუ ერთი თვე კიდევ გაიწელება პროცესი, შესაძლოა თვენახევარიც კი და თვენახევრის განმავლობაში თუ რუსეთისგან არ წამოვა პოზიტიური სიგნალები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ამ შემთხვევაში უკვე ამერიკა სამუდამოდ კი არა საბოლოოდ ჩამოყალიბდება და შევა იმ ანტირუსეთულ კოალიციაში, რომელსაც სურბელთა კოალიცია ჰქვია და რომელზეც ამ ვიდეობლოგის ბოლოს საქართველოსთან კონტექსტში კიდევ ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, მაგრამ ახლა ვიტყვი შემდეგ რამეს. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპელებმა, ამერიკელებმა ერთად იმუშავეს რაღაც დოკუმენტზე და ეს დოკუმენტი არის პრინციპში არა ცეცხლის 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დოკუმენტი, არამედ დოკუმენტი, რომელმაც უნდა აღმოფხრას მთლიანად ეს ამბავი კონფლიქტი და არეგულიროს ურთიერთობები იმპერია რუსეთსა და უკრაინას შორის. მე კვლავ ვიმეორებ, რომ ყველა დოკუმენტის მიმართ ეს მართალი დოკუმენტი რომც იყოს, მე ვარ სკეპტიკულად განწყობილი, მაგრამ მე გაგაცნობთ ამ დოკუმენტის ორ უმნიშვნელოვანეს პუნქტს. პირველი მუხლი არის ისეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვეტოს დაადებს უკრაინის ნებისმიერ მცდელობას
ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ანუ ნატოში რო შეიკრიბებიან ქვეყნები და იტყვიან და ყველა იტყვის რომ თანახმავართ რომ უკრაინა იყოს ყველა თუ იტყვის რომ თანახმავართ რომ იყოს უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო შეერთებული შტატების წარმომადგენელი აწევს მარჯვენა ხელს მოითხოვს სიტყვას და იტყვის რომ შეერთებული შტატები ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვეტოს ატებს. ეს ამოყრავს და დააკმაყოფილებს რუსეთს მე გეტყვით რომ არა იმიტომ რომ რუსეთს იცით თქვენ რომ უნდა მინიმუმ 5 რეგიონი ესეც უნდა კიდევ უნდა 5 რეგიონი და ეხლა მე გაჩვენებთ ჩემი შვილის პაზლის პაზლუკებს ხო 5 ქვას პაზლისა 4 5 რუსეთს უნდა ესე აი დამივარდა რუსეთს უნდა ყირიმი რო გადასანსლოს ანუ ჩააბარონ დონეცკი ლუხანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. ეს მინიმუმ და შესაძლოა უნდა დამატებით ნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ოდესა. აი ეს კიდევ 3 რეგიონი. ხო და ვინ დააკმაყოფილებს ამ სურვილებს ახლა რუსეთს საბოლოო ჯამში. და მეორე მუხლი რაც არის საფუძველი პუნქტი ამ შეთანხმებისა 21 საკითხზე მოილაპარაკეს მხარეებმაო და 21 პუნქტიანია, უფრო ზუსტი რო ვიყო ეს დოკუმენტი, რომელიც მაინც ესე არაოფიციალურად ვრცელდება მისი ცალკეული მუხლები და აქედან გამომდინარე მე დამატებით კიდე ამიტომ გემას გეუბნებით რომ მე ბოლომდე არ ვჯერა ამ დოკუმენტის არსებობისა და ამ დოკუმენტში ამ მუხლების არსებობისა, მაგრამ ოკეი, მე ხო არაფერს არ ვჯერა და საკუთარ თავზე ახლა აღარაფერს ვიტყვი. ამ დოკუმენტის შემდეგი თუ ერთ-ერთი შემდეგი მუხლი არის ის, რისაც მე მომწონს, თუ ეს ესეა, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი დასავლეთი შეაიარაღებს უკრაინას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. ეს ისედაც ცხადია, ევროპელთა ნაწილში ცხადია და ამერიკელთა ნაწილში ცხადია მინერალების, ესე რო ქვია, მინერალების შეთანხმების ნაწილია ეს, მაგრამ დამატებითი დოკუმენტების გაჩენა იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები მათ შორის შეაიარაღებს უკრაინას და უზრუნველყოფს მის დაცვას, ცხადია თავად უკრაინელებთან ერთად, ეს ძალიან კარგი ამბავი. აქვე რო არ გახსენო ჯეი დი ვენსი, სხვა შორის ჯეი დი ვენსი აი ბოლო 3-4 განცხადება გამოსწორების გზაზეა მეთქი. და აქვე ვიტყვი რომ ვიტკოფი საერთოდ ჩამოშორებულია როგორც ჩანს პროცესისაგან, მაგრამ ეს კიდე გამოჩნდება. აი ჯეი დი ვენსმა კი დამთქვა რომ რუსეთმა ნამეტანი მოინდომაო. ჩვენო ამგვარ რამეს სარცრასოეს არ ვთავაზობდითო, არავისო. უკრაინა უნდა იყოს მთლიანი სახელმწიფო. იდეაში მთლიანი სახელმწიფო იგულისხმება, არა მაინც და მაინც ხვალდაზე რო არ მიიღწევა ეს ვით ამერიკელებს და რუსეთიო კიდე რაღაცა ახლა რაც ხდება იმ ფრონტის ხაზზე კი არ ყოფს, იმ არსებულ რეალობას კი არ იღებსო და ამ რეალობიდან გამომდინარე კი არ ხდება და არ უნდა მოხდეს რუსეთის აზრით დაშორიშორება ძალებისო, არამედ რაღაც 5 რეგიონი უნდაო და ეს მთლად არ არისო. ამიტომ ჯეი დი ვენსი შევაქოთ, ოკეი, კი ბატონო. კიდევ რის თქმა მინდოდა, რომ მე საერთოდ უარყოფითი აზრისა ვარ, როგორც 30 დღიან სამშვიდობო შეთანხმებაზე, ისე გრძელვადიან თუ სამუდამო მშვიდობის დამყარებაზე რუსეთსა და უკრაინას შორის. და საერთოდაც მგონია, რომ უმალ საქართველოში შეიცვლება და საქართველოში შეიცვლება ცხადია ხელისუფლება, ვიდრე აღმოიფხვრება პრობლემები უკრაინასა და რუსეთს შორის და ვიდრე დასრულდება რუსეთის ინტერვენცია, ოკუპაცია, ანექსია რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიებისა. ამიტომ მე პირადად რთულია ხო პროგნოზების გაკეთება და როცა აკეთებ პროგნოზს მუდმივად ვცდები და მე უბრუნდები საკუთარივე შეცდომებს და რაღაც უამრავი მაგრამი უნდა წარმოთქვა კავშირი, მაგრამ აქედან გამომდინარე მე თარიღებს და ვადებს არ დავასახელებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი რომ ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება ცხადია რომ დასრულდება და დასრულდება მანამ გაცილებით ადრე ვიდრე დასრულდება კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამ თამამ პროგნოზს კი გავავთქვამ. და ღიად ვამბობ ამას. ხო და აი ახალი ხელისუფლება მოვიდა. არის კოალიციური მაღალი ალბათობით. ამ კოალიციურ ხელისუფლებაში თავმოყრილია მაგალითად ძლიერი საქართველოს ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხო სხვების დასახელებაც შეიძლება. ფედერალისტები ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, სხვების დასახელებაც შეიძლება. ნაციონალური მოძრაობა, ბოკუჩავა, სხვები და სხვები. დროა გირჩისა და სურაჯი გირჩი ჯაფარიძისა და ახალი ჯგუფი ნიკამელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, სურა ჯაფარიძე, სხვების დასახელებაც შეიძლება. გახარია და სხვები. მოკლედ ხა შეიძლება ბევრი გამორჩა, შეიძლება არც გამორჩა, ანუ ცალკეული ლიდერები ცხადია გამორჩა. ამას მიუმართავ მამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც ჩვენ მოქალაქეებს ალბათ გვჭირდება და მსოფლიოს პირველ ყოვლისა. სჭირდება ნათელი გზავნილი საქართველოდან
იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება მომავალი საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, დემოკრატიული წესის შეცვლის შემთხვევაში ხაზგასმით ვამბობ. აი ეს კოალიციური მთავრობა, რომელზეც ლაპარაკობთ, როგორი მიმართებები ექნება მას ამ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, სურვილთა კოალიცია ვახსენეთ ჩვენ, ხო? ეს სურვილთა კოალიცია ნელ-ნელა გამსხვილდება, შესაძლოა სხვა რამე დაერქვას. მაგრამ სურვილთა კოალიცია ნელ-ნელა გამსხვილდება. ამ სურვილთა კოალიციის მისია იქნება ბევრი საკითხის მოგვარება. მაგრამ მათ შორის იქნება ერთ-ერთი უმთავრესი იქნება უკრაინაში სამშვიდობო ევროპული ჯარის გაგზავნა. მე მაქვს ესეთი აზრი, რომ უკვე ამ თავითვე დაფიქსირდეს, გნებავთ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააფიქსიროს და გნებავთ ცხვებმა და გნებავთ კოლექტივად და გნებავთ ცალ-ცალკე, დააფიქსირონ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შვიდობის, გლობალური მშვიდობის დამყარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და საკუთარ ასეულს, 5 ასეულს თუ 10 ასეულს აუცილებლად გააგზავნის იქ, სადაც მისი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ერთყვიან ან კონსულტაციების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი, სადაც იქნება ეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიები. ჩვენ გამოცდილება ავღანეთში და არა მხოლოდ ავღანეთში გვაქვს ამგვარ მისიებში მონაწილეობისა, ეს ყველამ ვიცით და ისიც ვიცით, რომ ესეთ ხარჯებსაც ავიღებთ სიამოვნებით საკუთარ თავზე და საქართველოს ჯარისკაც შეუძლია საკუთარი კონტრიბუციის შეტანა საქართველოს მშვიდობის დამყარებაში, გლობალური მშვიდობის დამყარებაში. ეს ბარემ რომ ვიცოდეთ. და ეს ხდება ძალიან კარგი. არსებული უგვანი ხელისუფლება რომ ამ თვალსაზრისითაც არაფერს არ გააკეთებს, ეს ცხადზე ცხადია. უმალ რუსულ ჯარში გაიწვევენ ჩვენს მოხალისეებს კი არა უკაცრავად, ჯარისკაცებს, თავდაცვის უწყებიდან რომ იცოდეთ, ან გაერეკებიან მოხალისეებს, აი ოკეი, რაღა ივახსენე კლავ და უბრუნდები ამ სიტყვას, ხო? მოთაფლავენ ვიღაცეებს და რუსის ჯარში გაიწვევენ, ვიდრე ამ სამშვიდობო პროცესში ჩაერთვებიან, ან მით უმეტეს რაღაც უკრაინის მხარეს იბრძოლებენ. რასაკვირველი ამას არ იზავენ. არა, ოფიციალურ დონეზე არც უნდა იბრძოლონ, ესე არ გამომივიდეს, მაგრამ რომ ვიცოდეთ მაინც. ესეც რომ ვიცოდეთ მაინც. მოკლედ, ომი უკრაინაში გრძელდება. ტრამპის მოთმინების ფიალა ივსება. მე ვერ გეტყვით რა ტიპის სახის სანქციებს დაუწესებს და როგორ გააძლიერებენ უკრაინას. თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ომი გაგრძელდება. რომც ვწდებოდე და 30 დღით მართლაც რომ შეწყდეს ომი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 31-32 დღეს რუსეთი არ დაიწყებს, არ განაგრძობს სამხედრო ოპერაციას, კი არა, ომს, ოკუპაციას უკრაინის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში პროცესები მიმდინარეობს ძალიან კარგად და ბოლო ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასე ითქვას, რომ ამ ლოთი და არა მხოლოდ ლოთი და როგორც ჟირნოვი ამბობს, შესაძლოა ჰომოსექსუალი მედვედევის არც ერთი წაცდენა არ გეგონოთ მისი თვით ინიციატივა, უკლებლივ ყველაფერს ლოთი და შესაძლოა არა მხოლოდ ლოთი მედვედევი, გამოჩნდა? მედვედევი რასაკვირველია ათანხმებს არალოთ და შესაძლოა არა მხოლოდ არალოთ, არამედ მედვედევის მსგავს პუტინთანაც კი. არა, ეს ყვითელი ინფორმაციაა ვადასტურებთ, მაგრამ ცოტა ვიხალისოთ ჩვენც.